have someone that I can love. გამარჯობა, მე ვარ ეკა ხუფერია და თქვენ უყურებთ ჩვენს გადაცემას. დღეს ოთხშაბათია და მე მყავს ძალიან მაგარი სტუმარი. სტუმარი, რომელიც იძლევა ძალიან დიდი ოპტიმიზმის საფუძველს, იმედის საფუძველს, რომ ის ახალი თაობა, რომელიც მოდის, მართლაც მთებს დაატრიალებს. მთების ნაწილი მან უკვე დაატრიალა. ეს არის თაკო ნაცვლიშვილი, ყველაზე პოპულარული მოდელი საქართველოში და ეხლა უკვე ნელ-ნელა მსოფლიოში. ის გახლავთ სააგენტო Look Models-ის მოდელი, ხოლო მსოფლიო ასპარეზზე სააგენტო Next-ის მოდელია, რაც თავისთავად უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. Change my mind. I will love you, baby, till the end of time. Even if this whole world crumbles, I won't change my mind. გამარჯობა თაკო. თაკო, შენ ხარ 18 წლის. და შენი სამოდელო კარიერა დაიწყო ძალიან პატარა ასაკში. ძალიან პატარა ასაკში 15 წლის ვიყავი, როდესაც პირველად წავედი ჰონგ-კონგში. ერთი კვირით წამოყვა დედაჩემი და შემდეგ 4 თვით დავრჩი მარტო. და მე ის წავედი პარიზში, სადაც დაიწყო, პარიზის მოდის კვირეული და გამოვედი საკმაოდ ბევრ ჩვენებაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები, რაც უკვე არის დღეს შენს კარიერაში. აი მოდი მივყვეთ, რომელი ჩვენებები შეგვიძლიათ, რომელი ფოტოსესიები გავიხსენოთ. პირველი ჩვენება Versace-ს დებიუტი, რადგან მაგ ჩვენების შემდეგ უფრო მეტი ჩვენებები და გადაღებები წამოვიდა და თვითონ დონატელაც გავიცანი ახლოს. დონატელა გაიცანი, აი ეს როგორ ხდება კასტინგზე, ის ესწრებოდა ამ კასტინგს. დონატელა კი, კითხა საიდან ვიყავი, რამდენი წლის ვიყავი და გაგიშდა დაიწყო ბელა და რაღაცები და მოკლედ მითხრა რომ ძალიან მოვწონვარ და დამამტკიცეს მაგ ჩვენების. ეს შენი პირველი კასტინგი იყო? პირველი არა, მანამდეც მქონია სერიოზული კასტინგები. ერთ-ერთი იყო ჟივენშის, როდესაც პირადად გავიცანი რიკარდო ტიში. ეს იყო, მე მახსოვს, მაშინ ჩვენ შევხვდით ერთმანეთს პარიზში, ხო? ხო. რა სურს ქალებს? აი რა სურთ? შენ რა გსურს? იმისთვის რომ ბედნიერი იყო. მე მგონი ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ყველაფერი მაქვს, რაც მინდა, ოჯახი, რომელსაც ძალიან უყვარვარ, მეგობრები, რომლებსაც უყვარვარ და მგონი კარიერაც, რომელიც ნელ-ნელა ვითარდება და ალბათ მალე მივაღწევ იმას, რაც მინდა. აი, მაგალითად მიდიხარ Versace-ს კასტინგზე, ხო? რა ხდება, აი მოყევი. ჯერ კასტინგ დირექტორი გავიცანი, ეს კასტინგ დირექტორი Armani-ის კასტინგ დირექტორიც არის, Dolce & Gabbana და კიდე ყველაზე დიდი ბრენდების და ძალიან მოვეწონე და მითხრა რომ შემიყვანდა დონატელას, ანუ იქ სხვა გოგოებიც იყვნენ და ზოგს უშვებდნენ, პროსტა ფოტოს უღებდნენ და უშვებდნენ და ზოგი თვითონ დონატელასთან შეყავდათ. მიც მოეწონათ. ძალიან დიდი დარბაზი იყო, დახურული, სადაც ისდა დონატელა, მაგის სტილისტი და კიდე ერთი კასტინგ დირექტორი და ძალიან დიდი პოდიუმი ქონდათ გაკეთებული და შევედი, მივესალმე და პირდაპირ გავიარე. და რომ მივახლოვდი, გაგიშდა რაღაც კომენტარებით იყო და თაკო, ეს საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, როდესაც მიდიხარ კასტინგზე, იქ უნდა იყო აბსოლუტურად ბუნებრივი. ბუნებრივად, ხო. ანუ არც ტუშიც არ მისვა, ისე მივედი უმაკიაჟოდ და შავი სადა რამე კაბა უნდა გეცვას. თვითონ უკვე Versace-ს ჩვენება, ხო? აი ის დღე როგორ გახსენდება? მაგ დღეს ქონდა ორი ჩვენება, ერთი იყო იოჯი ამამატო და მე პირდაპირ წავედი Dior-ის ფიტინგზე. წამიყვანეს მოტოციკლეტით, იმიტომ რომ ძალიან მეჩქარებოდა და შემდეგ პირდაპირ მივიყვანეს backstage-ში Versace-ს. და ანუ იმდენად ემოციებში ვიყავი, რომ მაკიაჟზე რო დამსვეს, უკან ვერ ვიხედებოდი, იმდენად შოკში ვიყავი, რომ ხედავდი კარლი კლოს, ჯოან სმოლს და Victoria's Secret-ის ყველა მოდელს თითქმის ძალიან. და ის როგორ ხდება, როდესაც ახალი გოგო ჩნდება აი ესეთ პოპულარულ ტოპ მოდელებში, აი მეგობრდები, რაღაცა გადალაპარაკება, გადმოლაპარაკება, როგორ ხდება შემდეგ უკვე აი მათთან კონტაქტი? მათთან კონტაქტი ცოტა რთულია, მაგრამ როცა ვარსკვლავები, ხო? როცა ხედავენ რომ დამწყები ხარ, მაგალითად ერთ-ერთმა მოდელმა, რომელიც იყო Dior-ის სახე, ლინცი მოვიდა და მითხრა, ანუ ახალი ხარო და პირველად გამოდიხარ, რომ მივხვდა, იმიტომ რომ ნერვიულობდი და თან ჩემს მერე იყო. და ამამშვიდა და არ ინერვიულო. ის წუთები და წამები ვიდრე გახვალ პოდიუმზე.
იყო ღელვა, ხო? ძალიან ვინერვიული. ქუსლი რამდენი სანტიმეტრი? ქუსლი იყო ძალიან მაღალი, 15 სანტიმეტრიანი. და თან ის ფეხსაცმელი, რომელიც მეცვა ძალიან მიჭერდა. ანუ ფიტინგზე ჩემი ზომა იყო, მაგრამ რომ მივედი, მითხრეს, რომ ერთი ზომა დარჩაო და ხო, თან პოდიუმი იყო ძალიან გრძელი. ანუ ჯერ ერთი ჩვენებაში ჩანს, რომ მარტო ერთი ხაზი არ იყო ეგრე, მანამდეც იყო ანუ იგივე მანძილი გასავლელი. აჰა. და რამდენჯერ გამოიცვალე? არა, ერთი ლუკი მქონდა. კაი, პირველისთვის ერთი უკვე კარგია. კარგია, კიდე რა გახსენდება გარდა Versace-ის ჩვენებისა? Armani. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ 7 ჯერ გამოვედი მის ჩვენებაზე. თვითონ სტაფი ძალიან ოჯახი ვიყავს და ყველას ძალიან კარგად ვიცნობ და ყველაზე კარგად მახსენდება Armani-ის ჩვენებები. ეხლა უნდა კითხო Victoria's Secret-ის შესარჩევ ამბებზე, იმიტომ რომ იყო ერთი არის ეს NBA Vote ზაზაფაჩულია და მეორე მე მგონი გახდება მოდელებისთვის იგივეა ფაქტიურად, ხო? NBA არის ფაქტიურად Victoria's Secret-ის მოდელობა. აი რა მოხდა? შემოგთავაზეს ეს როგორ ხდება? შენ თვითონ გადაწყვიტე თუ ალბათ სააგენტომ გადაწყვიტა. ჯერ არ ვიცოდი ზუსტად გავიდოდი თუ არა კასტინგზე, იმიტომ რომ სააგენტომ მანამდეც მითხრა, რომ ძალიან მოწონხართო, უბრალოდ ძალიან პატარა ხარო და შევიკავოთო წელსო თავია კასტინგისგან, მაგრამ გაგიჟდა ჩემი ბუქერი, რომ არა დღე მცადოთო წელსაცო და გააგზავნის კომპოზიტკები. საერთოდ აგზავნიან სააგენტოები კომპოზიტკებს, მოდელის, ან ფოტოებს, პორტფოლიოს და შემდეგ იქიდან მოდის ასტური, დამტკიცებულია თუ არა კასტინგისთვის. და მე მოვეწონე, მითხრეს, რომ აუცილებლად უნდა გახვიდე კასტინგზე, ოღონდ სამწუხაროდ ძალიან ცოტა დრო მქონდა მოსამზადებლად. აი რას ნიშნავს მოსამზადებლად? თაკო, რო აუხსნათ, აი რას ნიშნავს? ერთი თვით ადრე გამაფრთხილეს კასტინგის შესახებ და მოდელებმა იციან 4-3 თვით ადრე, რომ აპირებენ გასვლას და ვარჯიშობენ ყველანაირად ფორმაში დგებიან და მე ცოტა ნაკრები დრო მქონდა ფორმაში ჩასადგომად და ალბათ მაგაში მოსახვედრად ვარჯიში ზოგადად აუცილებელია გასაგებია, მაგრამ აი რატომ განსაკუთრებით Victoria's Secret? იმიტომ რომ იქ სხვა ვარჯიშებია, სხვა კუნთები, ზუსტად უნდა იცოდე რა როგორ გააკეთო. არა მე ისედაც ვარჯიშობ, მაგრამ უფრო გაძლიერებული ვარჯიში იყო საჭირო ამ ჩვენებისთვის. რა შვები? როგორ ხარ? მართალია ძალიან იშვიათად ჩამოვდივარ თბილისში და თან დასასვენებლად, მაგრამ მაინც ძალიან ხშირად მიწევს ვარჯიში, რომ ფორმა შევინარჩუნო. კასტინგზე იყო ძალიან ბევრი გოგო, თან უკვე გადარჩეული, დამტკიცებული ვინც იყო. აი უკვე გადარჩეული 250 250 გოგო იყო კასტინგზე. ოღონდ ეს 3 დღეზე გადანაწილდა ეს კასტინგი. იყო საშა ლუსიც და კიდე ძალიან ბევრი ცნობილი high fashion-ის მოდელი, რომელიც არ აირჩიეს სამწუხაროდ. ანუ იმხელ კონკურენცია, რომ ძალიან რთულია ნამდვილად. კარგი გოგოები. კარგი გოგოები იყვნენ. ნუ ზოგი კარგი, ზოგი ისე რა, მაგრამ მოკეთ რატო ვერ გავედით Victoria's Secret-ზე? აბა რას ფიქრობ? ნუ კასტინგზე რომ მივშევედი, ვიცნობ თვითონ კასტინგ დირექტორს ჯონ ფეიფერს და სოფია ნეფიტოუსაც და ვიცნეს, იმიტომ რომ ბევრჯერ სხვა კასტინგ დირექტორ, სხვა ბრენდების კასტინგ დირექტორებიც არიან და ასე კი რომ მკითხეს, ძალიან ცოტა შეიცხადეს. 18-ისო პატარა ხარ და რაღაც, მაგრამ სააგენტო როგორც მითხრა, პრინტებისთვის, ანუ ფოტოსესიებისთვის ძალიან მოვეწონე და მომავალში დაიგეგმება გადაღებები. რაც შეეხება ჩვენებას, მომავალ წელს ისე უნდა ვცადო კასტინგს. თაკო, აი მაგალითად, აი ახლა ამ წამსაც არის დიეტაზე. კი, ხა დიეტაზე. აი რა, მოდი ხა ვთქვა, რამდენია შენ სიმაღლე? 1.91 ვარ. და რამდენი სიწონი? 55 და რაც ცოტა ბევრია. ბევრია? კი. და რამდენი უნდა იყო? 52. ვინ გიდგენს დიეტებს? დედა ჩემი, რა თქმა უნდა. და სხვათა შორის ბებიებიც ძალიან ჩართულები არიან დიეტაზე. კარგი, მითხარია ეს ყველაზე ისეთი ულმობელი დიეტა დედისგან, ნინო ცკიტიშვილისგან. აი, ერთი კვირის წინ ვიყავი მაგ დიეტაზე, ყავა,
თაფლი და 3 კოვზი კონიაკი. ოღონდ 3 დღის განმავლობაში ხარ მაგ დიეტაზე, ანუ სხვას არაფერს არ ჭამ. ჭიქა ნახევარს ანაწილებ დღეზე. არც ხილი არ შეიძლება, მარტო ჩაი შეგიძლიათ. საოცარი დიეტა. რამდენი დაიკელე ამ 3 კილო დავიკელე. და ისე როგორი ხარ აი კვებასთან აი გურმანი ხარ გიჟდები ჭამაზე. აი სულ ჭამაზე მიფიქრება, ანუ რომ ვიცინებ ერთი სული მაქვს რომ გავიღვიძა და ვჭამ. ჰანკუჭის მონავა. და სახლში კონტროლერი არის დედა. გიმოწევს ყველაფერს? ყველაფერს აქვს, ყველა უკმას და სადმე რო გავდივართ მაგის მეგობრებთან, ჩემი მეგობრებთან ერთად, გადმომხედავს ხოლმე ერთს, რომ აბა შენ არაფერს არ ჭამ. მოგესალმებით. და როგორც დაგვიდგენთ, დღეს გადავწყვეტ რომ გავუკეთებინა შოკოლადის ორეოს მუსი, შევასწავლეთ. აი მომიყევი სირთულეებს. ნუ მიჭირს მარტო ყოფნა. პირველად როცა წავედი პარიზში, ცხოვრობდი ქალთან ერთად. რადგან ვიყავი არასრულწლოვანი და მაინც ყურადღების ქვეშ რომ ყოფილიყავი და ეხლა უკვე მარტო ვცხოვრობ ბინებში, ანუ თვითონ სააგენტოს აქვს ეს ბინები და იქ ხანდახან სასტუმროებში თუ გადაღება ერთკვირიანი სასტუმროებში. და ეს გრაფიკი რთულია არა, არის დღეები, როდესაც სრულად თავისუფალი ვარ, მაგრამ კი არის ყოფილი ესეთი გადაღებები, როდესაც დილის 5 საათზე დგებოდი და ნუ მთელი 12 საათი გადაღებაზე ვიყავი. ნუ რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ თან ხანდახან ისე ყოფილა, რომ ბევრი დღეები, ანუ სახლში ყოფილა და არაფერი საქმე არ მქონია და ეგეთი გადაღებებიც მიხაროდა ძალიან. ეხლა მინდა შენს ძალიან მაგარ და მრავალრიცხოვან ოჯახზე კითხო, როგორ ძლებ მათ გარეშე? ძალიან მიჭირს. შენი და შენი პატარა ძმის პირველი შეხვედრის თაობაზე და ეგ ამბავი მომიყევი. ანუ მაგ დღეს, როდესაც დაიბადა, მე მიფრინავდი ნიუ-იორკში. და ეგ იმთან იყო დილით ნინო მისული და უთხრა, რომ ერთი კვირაო არ იქნებაო. და 1-3-4 საათია დარჩენილი ჩემ გაფრენამდე და ნინო წაიყვანეს საავტობუსში და ნუ ძალიან გამიგდა, ნახე 1 საათით რომ დაიბადა და მე წავედი აეროპორტში და წავედი ნიუ-იორკში. მომიყევი შენს შუათან, მეორე და მესამე და-ძმასთან შენი ურთიერთობის შესახებ. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და სულ მეგობრობთ Skype-ში, ხან გუგა მირეკავს, ხან ანა მირეკავს და როცა ჩამოვდივარ თავიდან ძალიან მორიდებულები არიან რაღაც, მაგრამ მე უკვე ნერვებს მიშლიან და სულ ჩხუბ. ანა უმიზნებს ასევე სამოდელო საქმეს, ხო? ძალიან მონდომებულია და სულ პოზიორობს კამერებთან და ძალიან ძალიან ჩართულია. თან უნდა ექიმობას. მართლა? ძალიან უნდა და ალბათ ორივე გამოვა ჩემი აზრით. ნინო არის საკმაოდ მკაცრი დედა. კი, მკაცრია. შენთვის მნიშვნელოვანია მისი აზრი, მისი რჩევა, ხო? კი, პირველ რიგში ნინოს ვეკითხები ყველაფერს, რაც არ უნდა იყოს. სულ მინდოდა რომ ნინოს კიდე გაეჩინა პატარა და არ აპირებდა გაჩენას. გუგა და ანა არ მახსოვს ამ ხელები და სულ მინდოდა რომ პატარა ბავშვი ყოლოდა სახლში, იმიტომ რომ გიждდები პატარა ბავშვებს. ძალიან განსხვავებული ურთიერთობა მაქვს დასთან და ძმასთან, უკვე დიდები არიან და ამასთან უფრო მზრუნველობითი ურთიერთობა მაქვს და სულ ასეირნებ, მაჭმევ, ვუვლივაძინებ. თავიდან თაკოს გაშვება ნამდვილად რთული იყო, იმიტომ რომ პირველად უშვებდი და ამიტომ გადავწყვიტე, რომ მეც მასთან ერთად წავსულიყავი. ანუ პირველი ხელშეკრულება რაც ჰქონდა, ეს იყო ელიტ მოდელ მენეჯმენტი ჰონკონგის. თაკომ რო გადაწყვიტა რომ უნდა გაყოლოდა ნინოს პროფესიას, თავისუფლად შევეგუე ამ სიტუაციას, იქიდან გამომდინარე რომ ნინოსთან გავლილი მქონდა ეს პერიოდი. აი შე რა გიყვარს ნახე. ტიკ. აჰა, აი. წარმატების გზა ყოველთვის არის რთული. თაკოს ყოველთვის ვეუბნები რომ ბევრი რაღაცა უნდა დათმო. ისი მარტივად არაფერი არ ხდება, რაც იდან არაფერი არ ვარდება. თაკოს მიმართ უფრო მომთხოვნი ვარ ვიდრე მკაცრი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ თაკო ჯერჯერობით ვერ თვითცნობიერებს რა რთულ გზაზე არის და იმიტომ რომ მეც ანალოგიური გზა მაქვს რაღაც გავლილი ჩემი მასშტაბით რა. თაკო უფრო გაცილებით სხვა მასშტაბშია და უფრო დიდ მასშტაბშია ვიდრე მე პირადად მქონდა.
ის დანაკლისები და შეცდომები, რაც მე ცხოვრებაში დავუშვი, ვცდილობ, რომ ჩემ შვილებში კომპენსაცია გავაკეთო და არ დავაშვებინო. თაკოს მარტო რჩევები, თორე ინდივიდია თვითონ უკვე ჩამოყალიბებული და მხოლოდ და მხოლოდ რჩევების დონეზე შემოვიფარგლებით, მაგრამ ალბათ იმედია, რომ ამ რჩევებსაც გაითვალისწინებთ. რა არის შენი გეგმები? შენ მცირე პაუზა აიღე ხო ახლა სწავლაში? კი დავამთავრე სკოლა. დავამთავრებ ხო? და ხო, ერთი წელი მინდა რომ პაუზა ავიღო, თან მინდა რომ ჩამოყალიბდე, ზუსტად რა მინდა რომ მე რა გინდა? თავიდან ფიქრობდი ბიზნესს, მაგრამ გადავიფიქრე და PR მენეჯმენტზე მინდა ძალიან სწავლა და შემდეგ მინდა luxury management-ზე გავაკეთო მაგისტრატურა. შეთავსებადია მოდელის პროფესიასთან სწავლა? მართლა? თუ ორივე გინდა შესაძლებელია, ну რა თქმა უნდა, ცოტა ხელი შემეშლება ალბათ რომელიმე კუთხით, მაგრამ მოვინდომებ და გამოვიდა ალბათ. თბილისში ჩამოდიხარ, სად მიდიხარ უეჭველი? ნუ ხა ოჯახი გასაგებია. კი, მეგობრებთან ერთად გარეთ სადმე აუცილებელია. მე ვნახე თქვენი ერთობლივი ფოტოები, მე მგონი შენი და ელენესი, ხო? ეს ნიუ-იორკში იყო? ეს ნიუ-იორკში ვიყავით ერთად მე და ელენე. მე ვიყავი ვიქტორია სიკრეტის კასტინგზე და ელენე ფეშენ ვიკებისთვის და სხვადასხვა გადაღებები ჰქონდა. და ნუ ერთად ვიყავით და ძალიან გამიადვილდა და ძალიან კარგად მახსენდება ეგ პერიოდი. თაკო, როგორ გონია რა გამოგარჩევთ თქვენ ჩვენგან? თქვენი თაობა რით განსხვავდება ჩვენგან? ჩვენ აი მაგალითად ერთი პერიოდი გვეგონა რომ თქვენ ხართ აი მარტო კომპიუტერების თაობა, მარტო აიფონების თაობა და ნუ ახლა უკვე ხედავთ რომ თლადასი არ არის და ძალიან დიდ წარმატებებს აღწევთ, მაგრამ აი რას ფიქრობ, აი როგორები ხართ, აი როგორ შეგიძლია დაახასიათო? უფრო თავისუფლები ვართ და უფრო მიზანდასახულები და გჯერა ჩვენი რას ვაკეთებთ იმის და მიხარია რომ ესეთი თაობა მოდის და წინ მივიწევთ ჩემი ეს ვიცი. წარმატების მისაღწევად ხო. რა არის საჭირო? პირველ რიგში უნდა იყო მიზანდასახული და უნდა გინდოდეს მთელი გულით, რომ მიაღწიო მიზანს. უნდა გიყვარდეს შენი საქმე, რასაც აკეთებ, ეგ არის ყველაზე მთავარი ჩემი აზრით. აი შენი მთავარი მიზანი რა არის? ჩემი ოცნება არის, რომ ვიყო ოგის ყდაზე როდესმე. ეგ არის ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება ალბათ. მე დარწმუნებული ვარ რომ ეს დრო მოვა და შენ იქნები ვოგის ყდაზე და იქამდე პატარ-პატარა გეგმები, ანუ ერთ-ერთი კიდე გეგმა არის, კიდე უკлау ვიქტორიას სიკრეტს, ასე ვთქვათ, უმიზნებ, ხო? მე გავალ ყოველ წელს კასტინგზე, სანამ არ ამირჩე. ეს იყო თაკო ნაცვლიშვილი, ყველაზე კაშკაშა და ძალიან საინტერესო წარმომადგენელი მისი თაობის.